ანევრიზმა იმ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით გეგმური კვლევების დროს ან მწვავე მდგომარეობისას ვლინდება. შესაბამისად რთულდება პათოლოგიის დროული მკურნალობა და მისი განვითარების პრევენცია. მიუხედავად ამისა, გამომწვევი მიზეზების ცოდნითა და შეძლებისდაგვარად მათი თავიდან აცილებით შეგვიძლია შევამციროთ ანევრიზმის წარმოქმნის რისკები ან შევანელოთ მისი განვითარების პროცესი. როგორ ვლინდება დაავადება და რა სიმპტომები ახასიათებს? ამ საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგი ირაკლი ფერაძე. ყველაზე ხშირი და გართულებადი ანევრიზმა არის აორტის ანევრიზმა, ძირითადი სისხლძარღვის ანევრიზმა, რომელიც მიდის გულიდან. ის ფართოვდება თანდათანობით. კედელის უზიანდება ან ათეროსკლეროზის ან სოკოვანი დაავადის რაღაც უამრავი სხვადასხვა მიზეზის გამო, ის ფართოვდება ტომრისებრად, მაგრამ ადამიანი ამას არ გრძნობს. ყველაზე ხშირად ადამიანი გრძნობს რაღაც პულსაციას მუცელში, მაგრამ არ აქცევს ყურადღებას მით უმეტეს, რომ ეს ხდება თანდათანობით, ხოლო გასკდომა ხდება წამებში, ანუ უცბად ხდება. ყველაზე ხშირი გამოვლენა ანევრიზმის ხდება უკვე ის, როდესაც გასკდა და ამ დროს სიკვდილიანობის ალბათობა არის უაღრესად მაღალი. თუ ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენ გვაქვს ანევრიზმა, აუცილებლად ექიმი ამას შეაფასებს. დავიძაბებით, ეს ყოველთვის არ არის რაღაც კატასტროფა, მით უმეტეს ადრეულ სტადიებზე ნანახი ანევრიზმა, რომელიც არის გასკდომის ხიფათით არ არის. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ მართოთ კონსერვატულად, დავაკვირდეთ და რაღაც ეტაპზე თუ იმან უკვე დიდი ზომები მიიღო და გასკდომისკენ მიდრეკილება აქვს, მერე ტარდება თანამედროვე ჩარევები. სპეციალისტმა მოქალაქეებისთვის გარკვეული რეკომენდაცია გასცა და დროული გამოკვლევის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ძალიან კარგი არის 30-40 გადაცილებულ მამაკაცებს და ქალებს ჩავუტარდეთ პერიოდულად სხვადასხვა არტერიული აუზების ეხოსკოპიური კვლევა მაინც, რომ ვნახოთ გაფართოებული არის არ არის. ყველგან შეიძლება იყოს ანევრიზმა. საძილი არტერია, გული, აორტა, ხელების ყველაზე ხშირი არის აორტა, თეძოს არტერიები და ქვემო კიდურების არტერიების ანევრიზმები. სამწუხაროდ მეცინას არ აქვს რაღაცა მეთოდი, რომელიც ჩვენ გვიტყვით, აი ჩვენ ამას შევჭამ, დავლევთ და ანევრიზმა არ გვექნება. ამიტომ ერთადერთი თავიდან არიდება არის ის, ვინც მიდრეკილია, მაგალითად ნათესავებს ქონდა, წინაპრებს ქონდა, ბებიას, ბაბუას, ესეთი რაღაც რო ქონდა, 40 წელს მაინც რომ მივახცევთ პერიოდულად ეხოსკოპიურად კრიტიკული ზონების სკრინინგი უნდა გავაკეთოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ახალი მონაცემთა ბაზა გამოაქვეყნა. აქ საუბარია 2025 წლის მდგომარეობით 140 ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მონაცემების გამოქვეყნების ძირითადი მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ქვეყნებს მხარი დაუჭირონ უფრო მკაცრი სტანდარტების დანერგვაში. მათი განმარტებით, ახალი მონაცემთა ბაზა მოიცავს დაახლოებით 140 ქვეყნის ჰაერის ხარისხის სტანდარტებს, რაც წინა პერიოდთან შედარებით თვისობრივად ახალ ეტაპს წარმოადგენს. სპეციალისტების მოსაზრებით, სტანდარტების რაოდენობრივი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ამჟამად 17%-ით მეტი ქვეყანა იღებს რეგულაციებს, რომლებიც ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შემცირებას ისახავს მიზნად. წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს მტვერზე, აზოტის დიოქსიდზე, გოგირდის დიოქსიდზე, ოზონზე და ნახშირბადის მონოქსიდზე დაკვირვების შედეგებს. სპეციალისტების განცხადებით, ჰაერის დაბინძურება მსოფლიოში უდიდეს გარემოს დაცვით გამოწვევად რჩება. დაბინძურების შედეგად მსოფლიოში წელიწადში 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ყველა დაინტერესებულმა მხარემ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს მონაცემთა ბაზის სრულყოფაში, რათა მომავალში შეძლონ უფრო სრული და ზუსტი ინფორმაციის მიღება მსოფლიოში ჰაერის ხარისხის შესახებ. ნიგოზი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს. ამის შესახებ
ამერიკის გულის ასოციაციის წარმომადგენლები საუბრობენ. სპეციალისტების განმარტებით ის ჯანსაღი საკვებია გულისთვის. გაჯერებული ცხიმების ნიგვზის ზეთით ჩანაცვლებამ შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა და ქოლესტერინის დონე ორგანიზმში. ნიგოზი რეკომენდებულია სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკის, მკურნალობისა და დაღლილობის მოსახსნელად. მისი მიღება კარგია უძილობის დროსაც კი. სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს. დაკვირვების მიხედვით დადგინდა, რომ ნიგოზი ხელს უშლის სისხლში თრომბების წარმოქმნასა და არეგულირებს arteriულ წნევას. მას შეუძლია დაიცვას ტვინის უჯრედები ოქსიდაციური სტრესისგან. სპეციალისტების განმარტებით ნიგოზი შეიცავს სპილენძს, რომელიც ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის აწევას. მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები კი აუმჯობესებს აზროვნებასა და მეხსიერებას.